მოგესალმებით. ახლა დღეს ვამყნობ. აქ დამყნობელი მქონდა ტყემალზე, ადრე ვიდეო მქონდა გადაღებული ტყემალზე, ალუჩა დავამყნე და აგერ ალუჩა რომელიც დაიმყნო, აგერ ჩვენი ალუჩის აი ალუჩა. ასხია კიდევაც ეს შარშან დავამყენე. აქ არის ჩვეულებრივი ფოთოლი, ახლა განსხვავდება, ეს ალუჩა არის, ეს არის ჩვეულებრივი პატარა ტყემალი. ახლა ამ პატარა ტყემალზე მე დავამყნობ წითელ ტყემალს. ამისთვის მე დამჭირდება რა? ამას დავჭრე. აქ ეს არაფერში აღარ მჭირდება. იმიტომ რომ ეს ვარგისია. აი, ეს არაფერი მჭირდება. აქ ახლა ამას ჩვეულებრივად ჩავჭრით. როგორც არის ჩვეულებრივად ჩავჭერით და ახლა მოვახდენ დამზადებას. ეს არის წითელი ტყემალი. ნახო, უბრალოდ როგორი გამოვა ეს წითელი ტყემალი, არ ვიცი. ამიტომ ამას ნახოთ. ფოთლები ყველანი უნდა გავაცალოთ. მაისის თვე არის. აი, ახლა ამას ესე ვიზავ. ამასაც ესე ვიზავ. წითელი ტყემალი მინდა დავამყნო ჩვეულებრივ ტყემალზე. ერთ ხეზე, ერთ მხარეს იქნება ალუჩა. მეორე მხარეს იქნება წითელი ტყემალი. რა გამოვა ვნახოთ შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ტოტი, რომელსაც ამას ვაფიქსირებ. ასე ამ ტოტს ავიღებ. ამ ტოტს ავიღებ და ამას ასე ჩავჭრე. სწორად გამოვეყენოთ პაკრატკელი. ეს ყველაფერი მოვაცალოთ. ეს არის სოლით მყნობა. სოლით მყნობის პრინციპი. ნახოთ რას გვიზავს. აი გაკეთებული. აი შეხედე როგორია. გაკეთებული. რანაირია. აქეთა გვერდიდან, მეორეს აქეთა გვერდიდან აქვს. ამას ახლა ამით აუკეთებ. მოსანთლას აუკეთებ. და ნახოთ დანარჩენი. ამას აქედან რომ წვიმამ არ დააზიანოს. ამას ასე ვიზავ. ეს არის სპეციალური მალამო, რომელიც შეგიძლიათ ყველამ შეიძინოთ და სადღაც 5-6 ლარი ღირს.
ეს დამუშავებული. ნახოთ. როგორ გამოიყურება დამუშავებული. და დანარჩენს უკვე ახლა პარკს დავახვევ. ზედ ჩვენს მამაპაპურს სპეციალური პარკია. რომელსაც დავახვევ. დავაფიქსირო. რას იზავს? ნახოთ ჩვენი ვაჟკაცი დღეს არის 5 მაისი, გვიან წელს გვიან დავიწყეთ. დამკნობა, იმიტომ ძალიან ცუდი და საზისხარი ქარები იმყოფებოდა. მანამდე ვერ შევძელი, უბრალოდ არ მივეცი. ჩემ თავს უფლება, რომ მარტო იმისთვის არ მინდა გადავიღო, რომ მხოლოდ ვიღაცამ ნახოს. არა, მე მინდა, რომ შედეგი ნახოთ, შედეგი ვნახოთ. თორემ ნობის პროცესი ყველა მიცით. მე მაინტერესებს შედეგი. ძალიან კარგი არის მყნობა და ვისწავლოთ. აუცილებლად გამოგვადგება. აუცილებლად ძალიან კარგი პროცესია. დავამყნოთ, გავაკეთოთ. ჩვენი ხელით თუნდაც ერთი ხე დავამყნოთ და გქონდეს. აი გაკეთებული როგორია. არის წითელი ტყემბალი. დანარჩენის შემდეგ ნახოთ რა იქნება. ეს არის ალუჩა ერთ ტოტზე დამყოლებელი, მეორე ტოტზე ვამყოლებ წითელ ტყემბალს. და შევხედოთ რა იქნება, როგორ იქნება, რატერ იქნება. ნახოთ, გაზრდილს ნაყოფიანსაც გაჩვენებთ, აუცილებლად გაჩვენებთ. მანამდე უბრალოდ ეს ჩემი მეორე მომენტი. ეს დავამყენი. და აი ნახოთ როგორია დამყოლებელი უკვე შარშან დავამყენით და ნაყოფით გააჩნია ჩვენს ვაჟკაცებს. აგერ არის აი ალუჩის მყნობა და ამის ვიდეო როდესაც გადავიღე წააშალა YouTube-მა და თუ ვნახე ამის მყნობის პროცესი გადაღებული სადმე ვიდეოს შენახვე დავდებ იმას. თუ არა და ეს უკვე არის დამყოლებელი. აი ზედეთყოფა, როგორ არის დამყოლებელი. კარგით, მადლობა ყურადღებისთვის.